პირველი სამედიცინო რადიო ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას ავერსის კლინიკა გისმენთ. გამოცდილი ექიმების გუნდი გიპასუხებენ თქვენს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ავერსის კლინიკა გისმენთ. საღამოშობისა მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო მედეფემ 100.3-ს. მე ვარ ეთერი პაპიაშვილი, ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ბირთვული მედიცინა, ბირთვული მედიცინის როლი ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობაში და სხვა საინტერესო თემებზე. ასე რომ გვისმინეთ ტალღაზე მედეფემ 100.3. ეთერშია გადაცემა ავერსის კლინიკა გისმენთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ქალბატონი ნატო შენგელია. აქვე გამოვაცხადებ სტუდიის ტელეფონის ნომერს 242-100-3. მსმენელს შეუძლია დარეკოს და კითხვა დაუსვას ქალბატონ ნატოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და ქალბატონ ნატო, იქნებ გითხრათ ზოგადად რა არის ბირთვული მედიცინა და რა როლი აქვს მას მედიცინაში? მოგესალმებით, საღამოშვიდობის მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ბირთვული მედიცინის შესახებ. კონკრეტულად ყურადღებას გავამახვილებ ფარისებური ჯირკვლის მკურნალობის საკითხებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება ყველასთვის ეს დღევანდელი ჩვენი საუბარი და ველით საარებს საუბართ. კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 242-100-3 დარეკეთ და კითხვა დაუსვით ქალბატონ ნატოს, რომელიც მოგაწოდით ძალიან საინტერესო რჩევებს და თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს, რაც მთავარია. მოკლედ, ალბათ დავიწყოთ ბირთვული მედიცინის შესახებ, თუ რა არის ის, რას მოიცავს ბირთვული მედიცინა. განეკუთვნება მედიცინის განსაკუთრებულ დარგს, რომელიც ფიზიკის, კერძოდ ატომური თეორიის პრინციპებს იყენებს, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო მიზნით. თვითონ ბირთვული მედიცინა, რადგან ვახსენეთ და საკმაოდ მაღალტექნოლოგიური დარგია მედიცინის, მოკლედ მოგახსენებთ, როდის თქვათ ჩამოყალიბდა ეს დარგი, საიდან იღებს ის სათავეს და მოკლედ ვისაუბროთ ბირთვული მედიცინის შესახებ. და რა შესაძლებლობები აქვს, რაც მთავარია ბირთვულ მედიცინას მედიცინაში? იგი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ანუ პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ჰენრი ბეკერელის მიერ მოხდა რადიოაქტივობის აღმოჩენა, იღებს სათავეებს ბირთვული მედიცინა. სადღეისოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონზე მეტ პაციენტს უტარდება აღნიშნული სახის სერვისი, გულისხმობ როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობას. ევროპის მასშტაბით ეს არის ბოდიში შეგაწყვეტინებთ ქალბატონ ნატო, შედეგები როგორია? შედეგები როგორც დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე თერაპიის კუთხით არის ძალზედ კარგი. შესაბამისად, განსაკუთრებით აღნიშნა დიაგნოსტიკა პროგრესირებს პრაქტიკულად წლიდან წლამდე. ახლა თუ დავაკვირდებით, პრაქტიკულად ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ნახტომი განიცადა და ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ბირთვულმა მედიცინამ, თუნდაც PET-CT-ის გამოჩენა, ასე ვთქვათ, სამედიცინო ბაზარზე, PET-MRI და PET-CT მსმენელს რომ განმარტოთ რა არის? PET-CT ეს არის ჰიბრიდული აპარატი, რომელიც მოიცავს როგორც ბირთვული მედიცინის, ასევე რადიოლოგიის ელემენტებს, შეიცავს შესაბამისად ამ ასე ვთქვათ დანადგარის მეშვეობით ხორციელდება პრაქტიკულად უჯრედულ დონეზე პირველადი დეტექცია დიახსიმსინური პროცესის, ანუ ერთდროულად ხდება როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესის, ასევე ესე იგი ლოკალიზაციის დადგენა სხვადასხვა სიმსინური დაავადებების.
შესაბამისად, ცოტა გადავედით სხვა თემაზე, ასე ვთქვათ, ზოგადად რაც შეეხება ბირთვულ მედიცინას, ესე იგი როგორც მოგახსენეთ, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა არის მისი ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულებები. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ საქართველოში არის წარმოდგენილი პრაქტიკულად ყველა ის სერვისი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის და შესაბამისად წლიდან წლამდე ვითარდება ეს დარგი. და ავერსის კლინიკაში რა შესაძლებლობები არსებობს ბირთვული მედიცინის მკურნალობის? ჩვენი კლინიკის ბაზაზე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს, როგორც მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე მასში, ასე ვთქვათ, დაკავებული პროფესიონალების კუთხით წარმოდგენილია ბირთვული მედიცინის როგორც დიაგნოსტიკური, ასევე თერაპიული სეგმენტი, განსაკუთრებით ხალხს გაუსვამ, რომელზეც ალბათ უფრო ღრმად შემდგომ ვისაუბრებთ, ფარისებური ჯირკვლის, ასე ვთქვათ, მკურნალობის მენეჯმენტის საკითხს, რომელიც ძირითადად მაინც უფრო სიმსივნეების მკურნალობას მოიცავს. დიახ, და თქვენ ახსენეთ პროფესიონალები, იქნებ გითხრათ, დავუშვათ, როგორ შეირჩევა თქვენთან პროფესიონალები ამ კუთხით, რადგან ბირთვული მედიცინა მაინც ეს ახალი დარგია და სპეციალისტებიც ნაკლები არიან საქართველოში. ესე იგი, რაც შეეხება პერსონალს, თქვენს მოგეხსენებათ, რადგან საქმე რადიოაქტიობას ეხება პრაქტიკულად და თავიდანვე ვახსენე, რომ ატომური თეორიის პრინციპებზეა პრაქტიკულად ეს დარგი დაფუძნებული. იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, კლინიკა ცენტრი ნორმალურად ფუნქციონირებდეს, აუცილებელია სამედიცინო ფიზიკოსის, ექიმის, ბირთვული მედიცინის სპეციალისტის, სპეციალიზირებულად, ასე ვთქვათ, დატრეინინგებული მედდის არსებობა, სამედიცინო ტექნიკოსის არსებობა, რომლებიც პრაქტიკულად ერთიანი გუნდის, ასე ვთქვათ, სახით მუშაობენ და იძლევენ იმ შედეგს, რასაც პაციენტის გამოჯანმრთელებამდე მიყვავართ. ანუ ეს შემიძლია ძალიან ერთნიშნულოვანად განაცხადო, რომ ეს არის გუნდური მუშაობის, ასე ვთქვათ, პრინციპი, რომელიც პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაშია დანერგილი. დიახ, და ავერსის კლინიკაზე ვსაუბრობთ, ქალბატონო, და იქნებ გითხრათ, სად მდებარეობს, სად შეიძლება მოვიდეს პაციენტი თქვენთან და რომელი სამუშაო, ანუ რა სამუშაო დრო არის დავუშვათ დილით, რომელი საათი და რომელი საათამდე? ჩვენი ცენტრი მდებარეობს ყაზბეგის გამზირზე 16 ნომერში, ეს არის ინფექციური სამწყობოს ტერიტორიაზე, დიახ, სეფსისის ცენტრის პირველ სართულზე არის განლაგებული ბირთვული მედიცინის ცენტრი. სადაც პაციენტებს 9-დან 6 საათამდე კვირის განმავლობაში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შაბათ-კვირის განმავლობაშიც ხდება, თქვათ, პაციენტთა მკურნალობა. შესაბამისად, პრაქტიკულად 7 დღის განმავლობაში 9-დან 6-მდე შეგიძლიათ, რომ ასე ვთქვათ, მოგმართოთ. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და ქალბატონო, ისევ დავუბრუნდეთ ბირთვულ მედიცინას და რას წარმოადგენს იზოტოპი? რა არის იზოტოპი ბირთვულ მედიცინაში? რადგან ბირთვულ მედიცინაზე საუბრობთ, მის ასე ვთქვათ ელემენტარულ, ასე ვთქვათ, საფუძველს წარმოადგენს იზოტოპი, შემდგომ უკვე რადიოფარმაკოპრეპარატი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. არ შეგაწყენთ, თქვათ, ფიზიკის თეორიით, მაგრამ რაღაც ძალიან ელემენტარულ დონეზე შევეცდები ახსნა, რადგან პრინციპში დარგი საკმაოდ ახალია, განიცდის მუდმივ პროგრესს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა როგორც პაციენტთაგან, ასევე კოლეგებისგან, შესაბამისად ელემენტარულ დონეზე შევეცდები თვითონ იზოტოპის შესახებ და შემდგომ რადიოფარმაკოპრეპარატების შესახებაც ვისაუბრო. ანუ ძირითადად ქიმიური ელემენტი, რომელიც შედგება როგორც პროტონებისგან, ნეიტრონებისგან, შესაბამისად მათ გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან, როგორც მოგვეხსენება და სწორედ ეს განსაზღვრავს ელემენტის სტაბილურობას. ეხლა რაც შეეხება იზოტოპს,
აქ სწორედ დისბალანსია შექმნილი პროტონებისა და ნეიტრონების არათანაბარ რაოდენობას შორის და სწორედ ეს განსაზღვრავს იმ რადიოაქტიობას, რომელიც იძლევა ამ გამოსხივების საშუალებას, სწორედ ეს გამოსხივება გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება იზოტოპს, ესე იგი არსებობს როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური იზოტოპები, სამკურნალო დიაგნოსტიკური მიზნით ჩვენ გამოვიყენებთ ხელოვნურ იზოტოპებს, რომელთაც სხვადასხვა ასე ვთქვათ სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნია, ძირითადად რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე მერყეობს. სწორედ მათზე არის დამოკიდებული ის რადიოაქტიობა, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელსაც პაციენტი მიიღებს. ესე იგი, სულ დაახლოებით 1800-მდე იზოტოპი არის, ასე ვთქვათ, ცნობილი, მათგან 50-ზე მეტი გამოიყენება მედიცინაში. მე მაინც დაგისახელებთ ყველაზე უფრო აქტუალურ, ანუ ყველაზე უფრო აქტიურ გამოყენებად იზოტოპებს, რომელიც პრაქტიკულად ბირთვული მედიცინის რუტინას, ანუ ყოველდღიურობაში იხმარება. ეს არის იოდის იზოტოპი, იოდ 131-ის სახით, ეს არის ტექნეციუმი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს უნივერსალურ იზოტოპს და შესაბამისად დიაგნოსტიკა, ბირთვული დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია ამ იზოტოპის გარეშე. დავასახელებ ასევე პეტის იზოტოპს, ეს არის F18. შესაბამისად ყოველი მათგანი არის ჩვენი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ბირთვული მედიცინის სპეციალისტის ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ იზოტოპებთან. ეხლა რაც შეეხება თვითონ გამოსხივების, ასე ვთქვათ, სახეებს, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ. საერთოდ არსებობს ალფა, ბეტა და გამა გამოსხივება, რაც მედიცინაში გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით. ძირითადად გამა გამოსხივებას გამოვიყენებთ სადიაგნოსტიკო, ასე ვთქვათ, მიზნით. შესაბამისად არსებობს გამა სკანერი, რომლის მეშვეობითაც ის გამოსხივება სწორედაც, რომელიც უშუალოდ პაციენტისგან მომდინარეობს, ფიქსირდება, ანუ სურათის სახით, ასე ვთქვათ, ამოიბეჭდება გამა სკანერზე გადაღებული, ასე ვთქვათ, ფოტოზე. ეხლა რაც შეეხება, თქვათ, იგივე თერაპიის კუთხით თუ მიუდგებით, თერაპიის კუთხით ეს არის ძირითადად ბეტა გამოსხივებაზეა დამყარებული. ამ გამოსხივებას ახასიათებს დაახლოებით 2 მილიმეტრზე შეღწევის უნარი ორგანიზმში. შესაბამისად, სწორედ ეს აქტივობა განსაზღვრავს იმ თერაპიულ ეფექტს, რომელიც მიიღწევა ორგანიზმში. არსებობს მაგალითად იოდის იზოტოპი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ეს არის იოდ 131, რომლის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას ამ ბეტა გამოსხივებასთან ერთად გააჩნია გამა გამოსხივების დაახლოებით 5%. შესაბამისად, თერაპიის შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია დიაგნოსტიკური, ანუ სკანირების გაკეთება, რაც გვაძლევს სურათის გადაღების საშუალებას თერაპიის შეფასების მიზნით. და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის პროცესი? მკურნალობის პროცესი თუ ავტოიზებიან სიმსივნეებს შევეხებით, გრძელდება რამდენიმე მკურნალობანო ის პაციენტი, რომელიც იზოლირებულია, რამდენიმე დღეს დაკავშირებული იმ დოზასთან, რომელსაც ეს პაციენტი იღებს, დაახლოებით 3-დან 5 დღემდე მერყეობს დოზის მიხედვით. და რისი მკურნალობა შეიძლება ბირთვული მედიცინის მეთოდით? პრაქტიკულად მკურნალობა მოიცავს დაავადებათა ძალიან ფართო სპექტრს, ართრიტებიდან დაწყებული, ეს არის ავტოიზებიანი სიმსივნეები, როგორც მოგახსენეთ, შესაძლებელია ლეიკემიების დროსაც და გამოიყენება. და რამდენად ეფექტურია ლეიკემიის დროს ბირთვული მედიცინა? სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით არ არის დანერგილი ეს მეთოდი. მე პირადად ავსტრიაში წლების განმავლობაში მუშაობდი და იქ საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდია მკურნალობის. შესაბამისად, იგივე ვთქვათ, პედიატრიაში, ონკოპედიატრიაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ბირთვული თერაპიის მეთოდები. ეფექტური თუ არის? საკმაოდ ეფექტური არის, აი ზუსტად ამას მოგახსენებთ, ძალზედ ეფექტურია, შესაბამისად კიდევ უფრო ზრდის, ვთქვათ, იგივე
ქიმიოთერაპიის დროს ბირთვული მედიცინის ჩართვა თერაპიის ასე ვთქვათ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვნად ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტს და შესაბამისად ის შედეგი უფრო მალე დგება სასურველი რაც რისთვისაც იხსნის როგორც ექიმი ასევე პაციენტი. გარდა ამისა იგივე პალიატიურ მედიცინაში გამოიყენება ვთქვათ იგივე ძვლოვანი მეტასტაზების სამკურნალოდ და ასე შემდეგ არსებობს არტერიული თერაპია რადიოაქტიული ნივთიერებების გამოყენებით, როდესაც პირდაპირ რადიოაქტიული ნივთიერება კათეტერის მეშვეობით ხდება, თქვათ ღვიძლის არტერიის მეშვეობით ხდება ზუსტად იმ სეგმენტში, რომლის ასე ვთქვათ ემბოლიზაციაც საჭიროა. დიახ, და რა დრო ჭირდება ბირთვული მედიცინით მკურნალობას დაახლოებით? საშუალოდ რომ თქვათ ახლა ეს ინდივიდუალურია და მედიცინაც არ არის ისეთი ზუსტი მეცნიერება, რომ თქვათ რომ რაღაც ციფრებზე ვისაუბრეთ, მაგრამ დაახლოებით დრო. ეს იგი მკურნალობას რაც შეეხება, ძირითადად დაკავშირებულია, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამოსხივების ხარისხთან. ეს იგი როგორც წესი, იზოტოპი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, ხასიათდება სიცოცხლის ესე ვთქვათ ნახევრად დაშლის ხარისხზე დამოკიდებული. აი მაგალითად იზოტოპი, რომელსაც ჩვენ ძალზედ აქტიურად გამოვიყენებთ, ეს არის ისე და ისე I131 ნახევრად დაშლის პერიოდია მისი 8 დღეები. შესაბამისად, როგორც უკვე მოგახსენეთ, დოზის მიხედვით 3-დან 5 დღემდე. არსებობს იზოტოპები, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, იგივე ართრიტების მკურნალობის დროს, იგივე ინტრაარტერიული დასხივება, რომელზეც საუბრობდით, შესაბამისად ამ დროს პრაქტიკულად ძალიან ხანმოკლე დასხივების სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად იტრიუმის, შესაბამისად პრაქტიკულად მკურნალობიდან პაციენტი იმ დღესვე ტოვებს შესაბამის დაწესებულებას. რაც შეეხება აქვე დავაზუსტებ დიაგნოსტიკას, დიაგნოსტიკისთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამოვიყენებთ ტექნეციუმის იზოტოპს ნახევრად დაშლის პერიოდით 6 საათი, შესაბამისად ამ დროს, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკის შემთხვევაში პაციენტის იზოლირება არ არის საჭირო გარშემოყოფთაგან და ვთქვათ, პროცედურის დამთავრებისთანავე ის პაციენტი ტოვებს ბირთვული მედიცინის ცენტრს. დიდი მადლობა ქალბატონო და ჩვენს ეთერში ხმა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. გადაცემა ავერსის კლინიკა ისევ ეთერშია, ჩვენს მსმენელს შევახსენებთ, რომ დღეს ვსაუბრობთ ბირთვულ მედიცინაზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ქალბატონი ნატა შენგელია და ქალბატონო ნატა ჩვენ წაღან ვსაუბრობდით ამ ბირთვულ მედიცინაზე, მის მეთოდებზე, დიაგნოსტიკას და ასე შემდეგ და არის თუ არა საშიში ბირთვული მედიცინით მკურნალობა ჯანმრთელობისთვის, პაციენტისთვის, რადგან არსებობს რაღაც გარკვეული სტერეოტიპები, რომ ეს სხივები რაღაცას ვნებს, რაღაცას იწვევს და იქნება ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, არის თუ არა საშიში და დაუშვათ აქვს თუ არა უკუჩვენება ბირთვულ მედიცინას. გამოყენებულია რადიოაქტიური ნივთიერება, შესაბამისად მსგავსი კითხვით საშიშია თუ არა მოგმართავს არა მხოლოდ პაციენტის ახლობლები, ოჯახის წევრები, კოლეგებისგანაც ხშირად ისმის ასეთი ტიპის შეკითხვა, რამდენად საშიშია ეს პაციენტისთვის. პირველ რიგში არ უნდა დავუღოთ ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ასე ვთქვათ, მედიცინის ასე ვთქვათ, პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ არ უნდა ავნო, ანუ ჩვენს მიერ გამოყენებული რადიოაქტიული ნივთიერება, როგორც გითხარით, ანუ იზოტოპი, საკმაოდ სწრაფად კარგავს რადიოაქტიობას. შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, ეს არის რამდენიმე საათი და რამდენიმე დღემდე. შესაბამისად, სწორედ ამ რადიოაქტიობის დაკარგვაზე, ნახევრად დაშლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ იზოტოპის რადიოაქტიულობა. ესე იგი, დიაგნოსტიკისთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამოყენებული რადიოაქტიული ნივთიერებები და მათ შორის წამყვანი არის ტექნეციუმი, როგორც უკვე თქვით, არ საჭიროებს პაციენტის იზოლაციას და პაციენტი მანიპულაციის დამთავრებისთანავე ტოვებს ჩვენს დაწესებულებას. ესე იგი, რაც შეეხება
იოდის იზოტოპს ამ დროს აუცილებელია პაციენტის იზოლაცია, რადგან უშუალოდ პაციენტი ხდება გამოსხივების წყარო. შესაბამისად ის 3-დღიანი თუ 5-დღიანი, ასე ვთქვათ, სტაციონარში ყოფნა დაკავშირებული იმასთან, რომ ვთქვათ, იოდს არ გააჩნია რაღაც ისეთი განსაკუთრებული უკუჩვენებები, უბრალოდ თავად პაციენტი ხდება გამოსხივების წყარო და იმისთვის რომ ავიცილოთ დასხივება, რომელიც შესაძლებელია გარშემოყოფებმა მიიღონ გამოსხივების შედეგად, ვათავსებთ მათ სტაციონარულ პირობებში. და ქალბატონო, ნატო თქვენ ახსენეთ წეღანო რომ მან დასხივება და ეს პაციენტზე ხდება და საიდან მოიპოვება ეს იზოტოპი, საიდან მოიპოვებთ, რითაც ხდება ეს დასხივება? ესე იგი იზოტოპები ძირითადად ესე იგი არსებობს ციკლოტრონში, ასე ვთქვათ, დამზადებული იზოტოპები, რეაქტორის იზოტოპები, რომელსაც გამოვიყენებთ. ჩვენს მიერ ასე ვთქვათ, აქტიურად გამოყენებადი იზოტოპის იოდას 31, როგორც მოგახსენეთ, მოგვეწოდება ევროკავშირის ქვეყნიდან ხდება მისი ტრანსპორტირება. საკმაოდ სკრუპულოზური შერჩევა ჭირდება და სხვათა შორის ეს ლოჯისტიკური პრობლემები ბირთვული მედიცინის შემთხვევაში ზუსტად დაკავშირებულია რადიოაქტიობასთან, ნახევრად დაშლის პერიოდთან და გამოსხივებასთან, რომელსაც პაციენტი იღებს. შესაბამისად ხდება დოზის განსაზღვრის შემდეგ, რომელსაც ექიმი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი საზღვრავს სამედიცინო ფიზიკოსთან, ასე ვთქვათ, შეთანხმებით ხდება, ასე ვთქვათ, შეკვეთის გაგზავნა ჩვენს პარტნიორებთან, ხდება პაციენტისთვის ზუსტად განსაზღვრული დოზის შერჩევა. დაახლოებით 10 დღე არის საჭირო იმისთვის, რომ მათ შეძლონ და დაამზადონ, ასე თუ ის შესაბამისად პაციენტისთვის განკუთვნილი დოზა და ხდება ჩვენს კლინიკაში ტრანსპორტირება. ქალბატონო, ასე კი ზუსტად რომ ვთქვათ, თითოეულ პაციენტზე იზოტოპები შეირჩევა ინდივიდუალურად საჭიროებისამებრ. დიახ, ესე იგი თითოეულ პაციენტზე მას შემდეგ რაც ეს პაციენტი მოხდება ჩვენს კლინიკაში, კონსულტაციის შედეგად ხდება იმის მიხედვით თუ რა სტადიაზეა დაავადება, თუ როგორი ფორმა იყო დაავადების, ხდება იზოტოპის დოზის განსაზღვრა, შესაბამისად ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება, როგორც უკვე მოგახსენეთ. ამასთანავე განსაკუთრებით აღნიშნავ უკვე მოწოდების შემდგომ პერიოდს, როდესაც უშუალოდ პაციენტზე ხდება აღნიშნული იზოტოპის, ასე ვთქვათ, გაცემა. ესეც საკმაოდ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტია თვითონ ტრანსპორტირება იზოტოპის დაკავშირებული მთელ რიგ პრობლემებთან, ასე ვთქვათ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს, ასე ვთქვათ, დაგეგმილი. მას შემდეგ რაც ვთქვათ ავიაკომპანია ვთქვათ მოგვაწვდის ჩვენ ამ იზოტოპს, რომელიც სპეციალიზირებულ ტყვის კონტეინერშია მოთავსებული, უშუალოდ პაციენტამდე მიცემამდე, მანამდე სანამ პაციენტს მიეწოდება რადიოაქტიული ნივთიერება, სამედიცინო ფიზიკოსის მიერ ხორციელდება მისი კალიბრაცია, ანუ იზოტოპის გაზომვა, თუ რა, ასე ვთქვათ, დოზა მიეწოდება პაციენტს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის დოზ კალიბრატორი, ანუ ის აპარატი, რომელიც პრაქტიკულად ზომავს იზოტოპს პაციენტისთვის მიცემამდე. ეს არის ბიოდექსი, ესეთი დოზ კალიბრატორი, რომელშიც პრაქტიკულად თითოეული პაციენტისთვის აქამდე რაც დოზაც არის მიცემული ჩვენს მიერ, ხდება ამ მონაცემთა, ასე ვთქვათ, მეხსიერების სისტემაში აკუმულირება და ამ მონაცემის გადაცემა ხდება როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში იგივე ვთქვათ გარემოსდაცვის ორგანიზაციისთვის, ანუ იმ ყველა უწყებისთვის, რომელიც ვალდებულია, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში განახორციელოს მონიტორინგი.
ესე იგი ეს არის ძალიან ზუსტად გაწერილი პროცესი, რაღაც ჯაჭვური რეაქციით გადაბმული ყველაფერი ერთად და ეს არის საკმაოდ ზუსტად გაწერილი პროცესი და გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ის დოზა, რომელიც პაციენტისთვის განისაზღვრება, როგორც მოგახსენეთ, ანუ განსაზღვრულია კონკრეტულად იმ პაციენტისთვის და შესაბამისად თუ რაღაცა მიზეზის გამო ვერ მოხდა მიწოდება, პრაქტიკულად გამოდის, რომ თქო ეს იზოტოპი გამოუყენებელი რჩება, რადგან მისი ასე ვთქვათ სხვა პაციენტისთვის მიცემა თუ არ დაემთხვა სტადია დაავადების მიმდინარეობა და ასე შემდეგ, პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს იზოტოპი გამოუყენებელი რჩება. ეხლა სტადიები ახსენეთ თქვენ წაღანდა სტადიები, ანუ დაავადების სტადიებზე რამდენად ეფექტურია დავუშვათ თქვათ ბოლო სტადია, ალბათ ყველაზე უკიდურესი და არასასურველი ყველასთვის. ბოლო სტადიაზე რამდენად ეფექტურია მკურნალობა ბირთვული მედიცინით? თქვათ თავიდან როგორი შედეგი აქვს და ბოლოს აქვს თუ არა აზრი საერთოდ ბირთვულ მედიცინას ბოლო სტადიაზე? მოგახსენებთ ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ფარისებურ ჯირკვალს, რომლის ფარისებური ჯირკვლის სიმსივნეებს რომელთა მკურნალობის პრაქტიკულად ოქროს სტანდარტს განეკუთვნება ბირთვული მედიცინა. მოდით რაღაც ისე მოკლედ მოყვეთ როგორ ხდება, ვთქვათ ამ შემთხვევაში მკურნალობის პირველი ეტაპი არის ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევიდან დაახლოებით 4-6 კვირის განმავლობაში მას შემდეგ რაც პაციენტის TSH მიაღწევს იმ ზომას, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის, რათა მივცეთ რადიოაქტიური ნივთიერება, ამის შემდგომ ხდება უშუალოდ ჩვენს კლინიკაში ჩვენთან კონსულტაციით, როგორც უკვე მოგახსენეთ, დოზის განსაზღვრა, დოზის შერჩევა, განისაზღვრება ზუსტად ის დღე, როდესაც პაციენტი მოთავსდება კლინიკაში, ამის შემდგომ უკვე როგორც მოგახსენეთ, ხორციელდება ჩვენს მომწონდებელთან დაკავშირება, კონკრეტული დოზის მოთხოვნით და შესაბამისად ამ დოზის მოწოდება. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფარისებური ჯირკვლის დაავადებებს და შესაბამისად ათვისებიან დაავადებებს, რომელთა მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება, ეს არის ფარისებური ჯირკვლის დიფერენცირებული სიმსივნეები, პაპილარული ფოლიკულური ფორმა. მე უბრალოდ მინდა ჩემი გამოცდილება და ასე ვთქვათ, გაგიზიაროთ ამ კუთხით წლების განმავლობაში აქციის ძალიან საინტერესოა. ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდი ზუსტად ბირთვული მედიცინის კუთხით, სწორედ ესეთი ტიპის პაციენტები ხვდებოდნენ ჩვენს განყოფილებაში, რომელიც ალბათ ანტო იქნებ შევადაროთ კიდეც როგორ ხდება ავსტრიაში და როგორ ხდება საქართველოში ბირთვული მედიცინის მკურნალობა და დავუშვათ არის თუ არა შესაძლებლობები საქართველოში, რაც არის ავსტრიაში. ესე იგი მოდით თვითონ ჯერ დაავადების შესახებ ვისაუბროთ, რაც ამ ბოლო პრაქტიკულად სექტემბერში გაიხსნა ჩვენი ცენტრი და დაახლოებით გვაქვს უკვე მონაცემები. შემიძლია ხმამაღლა მოცხადო, რომ არის შემაშფოთებელი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა იმ კუთხით, რა გავრცელებაც აქვს ფარისებური ჯირკვლის ათვისებიან დაავადებებს, პრაქტიკულად იმ დოზით, რა დოზითაც ახლა ჩვენ მუშაობთ ამ დოზით და ამ ასე ვთქვათ სეგმენტში მე პირადად ნამდვილად ასე ვთქვათ ახალგაზრდა სეგმენტს გულისხმობ, რომელიც საქართველოშია, ნამდვილად შეშფოთების საფუძველს იძლევა. ეს ძირითადად დაკავშირებულია როგორია სტატისტიკა? ვიცით რომ სტატისტიკა სამწუხაროდ ზუსტი სტატისტიკური ცნობები არ აქვს, რადგან საქართველოში კიბოს რეგისტრი, რომელიც ზუსტად სტატისტიკურ მონაცემებს, ასე ვთქვათ, აჯამებს, პრაქტიკულად ეხლა ინერგება, სექტემბრიდან დაინერგა პილოტურად, ჯერ 2015 წელს გვექნება ალბათ პირველი მონაცემები, მაგრამ ეს ვთქვათ იგივე კოლეგებთან ურთიერთობით, ქირურგებთან, პათომორფოლოგებთან ურთიერთობით და იმ ვთქვათ მასალით, რაც ჩვენც 5 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა, სტატისტიკა ნამდვილად არასახარბიელოა, მაგრამ საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ ქირურგიული ჩარევა მეორე ეტაპზე ბირთვული მედიცინის, ანუ რადიოიზოტოპური დასხივება პრაქტიკულად 92-დან 95 და 99%-მდე ადის გამოჯამთელების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. ანუ ძალზედ მაღალია გავრცელებული სტადიების შემთხვევაშიც კი.
შესაბამისად კუნალობის მეორე ეტაპზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ რადიოიზოტოპური გასხივება პრაქტიკულად ალტერნატივაა სადღეისოდ და როგორც უკვე გითხარით მიეკუთვნება კუნალობის ოქროს სტანდარტს. და ქალბატონო თქვენ წაღანახსენით საუბრისას ასევე პაციენტი თვითონ გამოყოფს რადიოაქტიურ ნივთიერებებს. ან თვითონ ხდება დასხივების გამავრცელებელი, ასე ვთქვათ. რამდენად საშიშია ის გარშემომყოფთათვის? ოჯახის წევრებისთვის და ასე შემდეგ, როდესაც გაეწერება კლინიკიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ისმის, როგორც პაციენტთან, ასევე პაციენტის ოჯახის წევრებისგან, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ პაციენტი ხდება გამოსხივების წყარო, მას ვათავსებთ იზოლაციაში რაღაცა პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის მიაღწევს ზღვარს, როდესაც გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახური იძლევა საშუალებას, ეს არის 10 მილიგრამი, პაციენტს უკვე კონდეს გარშემომყოფებთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, უფლება, ისტოვებს ჩვენ დაწესებულებას. დაწესებულებაში ყოფნის, სტაციონარში ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, კონტაქტი შეზღუდულია, მაგრამ ეს არამც არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ პაციენტი მიტოვებულია. პაციენტთან მუდმივი კონტაქტი აქვს სამედიცინო პერსონალს, აქ იგულისხმება როგორც მედდა, ასევე ექიმი, რომლის მონიტორობის ქვეშ არის პრაქტიკულად პაციენტი სტაციონარში ყოფნის დროს. და მედპერსონალისთვის არ არის საშიში ეს პაციენტი. იმ შემთხვევაში ზუსტად ჩვენი გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია სპეციალიზირებული ტრეინინგი, ანუ სპეციალიზირებული მუშაობა, შესაბამისად მედდა ის პერსონალი, სამედიცინო ფიზიკოსი, ტექნიკოსი აბსოლუტურად მომზადებულები არიან, იცავენ ყველა იმ აუცილებელ, ასე ვთქვათ, წინაპირობებს, ნორმებს, რომელიც მათ ჯანმრთელობას, ასე ვთქვათ, არ აზიანებს და შესაბამისად და რამე სპეციალური აღჭურვილობა ხომ არ არსებობს იმისთვის, რომ ასეთ პაციენტთან შევიდეთ. არსებობს სპეციალიზირებული დამცავი ხალათები არსებობს. ძირითადად მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციას აქვს მნიშვნელობა, ანუ პაციენტთან ახლო კონტაქტი თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი შემთხვევა არ არის, ანუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენც უშუალოდ თქვათ ვერავით ესეთ სიტუაციაში, მაგრამ ძირითადად ეს არის დისტანციის დაცვა 2 მეტრზე მეტ, ასე ვთქვათ, რადიუსის რადიოაქტიული ნივთიერების გამოსხივება არ გადადის, შესაბამისად აქ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, რომელიც ჩვენი ცენტრის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პერსონალი, სამედიცინო პერსონალზე მაქვს საუბარი, აბსოლუტურად დაცული იყოს. გულისხმობ იმ ტყვის, ასე ვთქვათ, ნივთიერებებს, რომლებიც განლაგებულია, რომლითაც კედლებია დამუშავებული, გულისხმობ იმ დამცავ საშუალებებს, რომელიც გამოყენებულია. მთლიანად მაქსიმალურად არის დაცული ყველა ის წინაპირობა, რომელიც საშუალებას იძლევა როგორც პაციენტისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის მაქსიმალური დაცულობა იქნეს გარანტირებული. დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ხმა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. გადაცემა ავერსის კლინიკა ისევ ეთერშია, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ ბირთვულ მედიცინაზე. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 242-103. მსმენელს შეუძლია დაარეკოს და კითხვა დაუსვას ქალბატონატოს, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. და ქალბატონატო, ჩვენ წაღამ საუბრობდით რეკლამაზე გასვლამდე მედპერსონალის დაცულობაზე, ასეთ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობენ ბირთვული მედიცინით. ის ცოდნა და აღჭურვილობა რამდენად საკმარისია და აძლევთ თუ არა მათ 100%-ით დაცვის გარანტიას. დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, გარდა იმისა, რომ მკურნალობა ძალზედ მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი არის პერსონალის უსაფრთხოება, რადიაციულ უსაფრთხოებაზე საუბარი, რომელიც დასაქმებულია ჩვენს დაწესებულებაში. გარდა მატერიალურ ტექნიკური ბაზისა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, აუცილებელია ის
მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჩატარდა. პერსონალი არის აბსოლუტურად მაქსიმალურად ინფორმირებული ყველა რადიაციული უსაფრთხოების ყველა იმ ნორმის შესახებ, რომლის დაცვა ბირთვული მედიცინის ცენტრში მომუშავე ყოველ, ასე ვთქვათ, პროფესიონალს მოეთხოვება. გარდა ამისა, პერსონალი აღჭურვილი, ასე ვთქვათ, გაგვაჩნია პერსონალური დოზიმეტრები, რომელზეც ხდება იმ მონაცემთან რადიოაქტიობის აღწერა, დაფიქსირება, რომელსაც თვიურად და შემდგომ წლიური ჯამური დოზა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტია და არ უნდა აღემატებოდეს 20 მილისივერტს, შესაბამისად პერსონალი ამ მხრივაც დაცულია და ყველა ის ასე ვთქვათ, საშუალება არის იმისთვის, რომ მათ განახორციელონ ის დავალება, ის აუცილებელი, რაც საჭიროა პაციენტთათვის მაქსიმალური უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის. და ახლა ქალბატონო, გარემო რამდენად უსაფრთხოა თქვენი კლინიკის, ანუ ტერიტორიაზე იგივე როგორ ხდება ამ რადიოაქტიული ნივთიერებების ნარჩენების გადაყრა,უტილიზაცია, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და საკითხია დღევანდელ დღეს ჯანდაცვის სფეროში და ამ ხრივ რამდენად დაცულია თქვენი გარემო? ამ კუთხითაც ჩვენ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ, როგორც უკვე გითხარით, პრაქტიკულად მსოფლიო სტანდარტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის ჩვენი ცენტრის ტერიტორიაზე. აქ იგულისხმება არა მარტო ის პალატები, სადაც პაციენტებისთვის არის მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნილი, შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, ყოველი პალატა აღჭურვილია სპეციალური ტყუის დამცავის შრით, რომელიც რადიოაქტიობის გავრცელებას უშლის ხელს. გარდა ამისა, ყოველი მსველი წერტილი აქვს საუბარია საკანალიზაციო სისტემაზე, ესეც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რადიოიზოტოპის, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია გარკვეული დროის, ანუ დაყოვნება, დაგროვილი, ასე ვთქვათ, მასალის და შესაბამისად, ვთქვათ, იგივე საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ასევე სტანდარტებით არის შექმნილი, დაყოვნების 3 ეტაპს გადის ნარჩენი პროდუქტები და შესაბამისად ისევ უერთდება კოლექტორს. რაც შეეხება უშუალოდ დოზას, როგორც გითხარით, ის შეერჩება მაქსიმალური სიზუსტით და პაციენტისთვის აბსოლუტურად უნებელია. დიახ, ქალბატონო, და ჩვენ ფარისებრი ჯირკვალი ვახსენით, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს საქართველოში, წეგან თქვენ საუბრობდით ზუსტად მაღალ სტატისტიკაზე მისი და როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დროს ბირთვული მედიცინის გამოყენება, მისი მენეჯმენტი როგორია? ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი მოგმართავს. მინდა აღნიშნო, რომ პრაქტიკულად საქართველოში ისედაც ენდემური ზონა, შესაბამისად ენდემური კერა, შესაბამისად ფარისებური ჯირკვის დაავადებების განვითარება ისედაც მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შედეგად ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მაგატეს მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზეა ამ გავრცელებით. ეს არის უკრაინის და ბელორუსის შემდეგ. პრაქტიკულად ჩვენ მესამე ადგილზე ვართ იმ შედეგებით, რომელიც ამ კატასტროფას მოყვა. პირველ რიგში ეს ისახა იგივე ფარისებური ჯირკვლის სიმსივნეების კატასტროფულ ზრდაზე, რაც ეხლა ჩემი დაკვირვებით ეს არის პიკი, რომელიც ზუსტად იმ კატასტროფის შედეგად ეხლა ვლინდება. შესაბამისად, როგორც უკვე მოგახსენეთ, დროულად ჩატარებული დიაგნოსტიკა, დროულად ჩატარებული კვლევა, დროულად ჩატარებული და სტანდარტების დაცვით ჩატარებული მკურნალობა
იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტი პრაქტიკულად პაციენტმა გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში დატოვოს დაწესებულება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ბირთვული მედიცინის როლს, როგორც გითხარით, როგორც დიაგნოსტიკაში, ასევე მკურნალობაში, ფარისებური ჯირკვლის დაავადებების პრაქტიკულად წამყვანი როლი ენიჭება. საზღვარგარეთ, მაგალითად, ევროპის წამყვან ცენტრებში პაციენტისთვის ძალზედ კომფორტულია, რადგან ბირთვული მედიცინის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ის პრაქტიკულად ერთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ტარდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა, ანუ პრაქტიკულად ეკოსკოპიური კვლევიდან დაწყებული რადიოიზოტოპურ გამოკვლევამდე ერთი ექიმი ატარებს. სამწუხაროდ საქართველოში ეს ტენდენცია არ არის დამკვიდრებული. ძალიან დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს მომენტი ან მკურნალობის, როდესაც უშუალოდ მკურნალი ექიმი ატარებს როგორც ეხოსკოპიურ კვლევას, იგივე რადიოიზოტოპურ გამოკვლევას და შესაბამისად იძლევა რჩევებს მკურნალობის შესახებ, დაინერგება და ფიქრობ, ეს პაციენტისთვის როგორც კომფორტულია, ასევე ასე ვთქვათ, იგივე ეხოსკოპიური ან სინტიგრაფიული კვლევის შედეგების მცდარი ინტერპრეტაციის ალბათობასაც ამცირებს. დიახ, გადაცემის ბოლოს ქალბატონატა რა იქნება თქვენი რჩევა ჩვენი მსმენელისთვის? დროულად პირველ რიგში ალბათ ის, რომ მცირე ჩივილების, ასე ვთქვათ, დროსაც, მაშინ როდესაც პაციენტი თქვათ შეუძლოთ იგზნობს თავს, თვითონ მკურნალობას არ უნდა მიუთხელი, ეს ალბათ ესეთი ბანალური ჭეშმარიტებაა და რაღაც ახალს არ მომბობ. შესაბამისად, ფარისებური ჯირკვლის დაავადებების თუ დაუბრუნდებით ძალიან მრავალფეროვანი სიმპტომატიკა ახასიათებს. და რამდენიმე ყველაზე ისეთი გამოვლინებული რომელია? ხშირად გამოვლინებული. ძირითადად ეხა პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში უნდა აღვინიშნოთ ძილიანობა, წონის ცვალებადობა, დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, როგორც ასე ვთქვათ, წონის კლება, ასევე წონის მატება, ტახიკარდია, ვთქვათ, გულისცემის გახშირებაზეა საუბარი, თმის ცვენა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მრავალფეროვანი სიმპტომატიკა აქვს. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, რომ უმნიშვნელო სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაშიც კი მიმართონ ექიმს, რადგან ძალიან კარგად ექვემდებარება ამ ტიპის დაავადებების სწორად და ადეკვატურად წარმართულ მკურნალობას. შესაბამისად, თავიდან ავიცილებთ იმ გართულებებს, რომელიც შეიძლება მოყვეს, თქვათ, არასწორად ჩატარებულ მკურნალობას ან დაგვიანებულ მკურნალობას. დიახ, მე კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ თქვენი კლინიკის მისამართს, ანუ ბირთვული ავერსის კლინიკის ბირთვული მედიცინის ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის 16-ში, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასე რომ მიმართეთ თუნდაც მცირე ჩივილების დროს, რადგან არ დადგეს ის არასასურველი შედეგი, რომელიც არავისთვის არის სასიამოვნო. დიდი მადლობა ქალბატონატო გადაცემაში სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს. გვისმინეთ ყოველ 4 შაბათს 18 საათზე ტალღაზე მედეფემ 103 მიიღეთ რჩევები თქვენი ჯანმრთელობისთვის მაღალკვალიფიციური ექიმებისგან გადაცემაში ავერსის კლინიკა გისმენთ. მე კი მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ნახვამდის.